ჩავიწე რაღაცას და ეხავე. ესე იგი კითხვები უნდა გითხრათ, რომ მაინც და მაინც 110 მუხლის პირველ ქვეპუნქტს არ ეხებოდა. ეს იყო ზოგადი კითხვები, ეს იყო წუხილი ჩვენი კოლეგებისა, განსაკუთრებით ოპოზიციიდან. ამ წუხილის პასუხად მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში, რომ ამომრჩეველს ექნება თანაბარი ხმის უფლება. 47,000 ამომრჩეველზე ვასწორებთ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს. და ეს ეხლა რამდენად არის ხელისუფლებისთვის მომგებიანი და მორგებული ხელისუფლების თავზე, ამას მე თქვენ თვითონ გეტყვით, რომ თქვენ თვითონ განსაზღვროთ, რომ როცა ამბროლაურში, ონში, ცაგერში, მესტიაში და ლენტეხში 5 საარჩევნო ოლქის ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანებას ვახდენთ და ამ მანდატებს გამონთავისუფლებულს გადავანაწილებთ თბილისში, გადავანაწილებთ რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, თვითმმართველ ქალაქებში ასე შემდეგ, ოპოზიცია ამითი იქნებოდა ყოველთვის ბედნიერი. ბატონი კობას პასუხადაც მინდა ვთქვა. მე ვიტყოდი, გამოვიდოდი თქვენ რომ ეს გაგებედათ და გაგეკეთებინათ რომელიმე ეტაპზე თქვენი მმართველობის, 9 წლიანი მმართველობის, გამოვიდოდი და ვიტყოდი რომ 22 მაჟორიტარი თბილისში ეს არის ძალიან კარგი და ძალიან სწორი და ოპოზიციისთვისაც კარგი იქნებოდა და თან თუ 50%-იანი ბარიერის დაემატებოდა ამას, გამოვიდოდი და ვიტყოდი პატიოსთან თქვენგან განსხვავებით, რომ ეს არის კარგი გადაწყვეტილება და რომ ეს არ არის ხელისუფლებაზე თავის თავზე მორგებული გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან კარდინალური ცვლილება, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, როდესაც საარჩევნო ოლქებს ასეთ საზღვრებში გთავაზობთ, რა საზღვრებშიც არის და მინდა მოგახსენოთ და გითხრათ, რომ შალვა კიკნაველიძის პასუხად 61 ოლქი ჯდება 10%-იანი გადახრის ფარგლებში. 12 ოლქი ჯდება 10-დან 15%-მდე გადახრის ფარგლებში. ეს არის ძალზე სერიოზული და მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ჩვენ პირველი მოსვენის შემდეგ განვახორციელებთ. როდის ამბობდითო, მაშინაც ამტკიცებდით, რომ იყო შესაბამისობაშიო ბატონი თარხტიშვილი მეკითხება და ეხლაცო დიახ, მე ჩემს მოსაზრებას გეტყვით და არა მარტო ჩემსას, რომ ვენეციის კომისიის კარგი პრაქტიკის კოდექსში წერია, რომ 10%-იან გადახრას არ უნდა აღემატებოდეს არასოდეს 15%-ზე მეტი არ უნდა იყოს გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და განსაკუთრებულ შემთხვევებში იყო მოყვანილი როგორც მეჩხერად დასახლებული რაიონები და ოლქები, ასევე ეთნიკური ნიშნით დასახლებული რაიონები. ეს წინა ვარიანტი, რომელიც ჩვენ წარმოგიდგენთ და რომელიც ძალიან არ მოგეწონათ და რომელზედაც თქვენ თვითონ ამბობთ, რომ საკონსტიტუციაში ჩვენ ამას კიდე გავასაჩივრებთ და ეს ისევ არაკონსტიტუციურად ჩაითვლება, რომელიც არ მოგეწონათ. ეს ყველა ლოგიკით უნდა მოგწონებოდათ მაშინდელის ფონზე, რასაც თქვენ მაშინ კრიტიკას ამბობდით, ის ცვლილებები, რომელიც შემოგთავაზეთ. არ დღეს არ მოგწონთ. არ მოგეწონება და არც ერთი ვარიანტი თქვენ, რომელიც არ უნდა წარმოგიდგინოთ, ჩვენ ამის რაიმე ილუზია აქ არ აგვაქვს. ამიტომ თქვენს გამო არ კეთდება ეს. ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ვღებულობთ, ჩვენ ვღებულობთ, იმიტომ რომ არჩევნები ჩავატაროთ ძალიან ნორმალურ ვითარებაში და ჩავატაროთ ისე, რომ თამაშის წესები იყოს 1 წლით ადრე განსაზღვრული. ჩვენ სწორედ იმიტომ გამოვიტანეთ მეორე მოსვენით, ეხლა და ვაპირებთ ამ პროექტის გამოტანას, რომ მესამე მოსვენით წლის ბოლომდე მივიღოთ, რომ საზღვრები იყოს უკვე განსაზღვრული. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ მოვისმინეთ საყვედურე, რომ 1 ივნისამდე თუ იქნება განსაზღვრული ოლქების საზღვრები, ეს არ არის საკმარისი ჩვენთვის. ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და კიდე ოქტომბრის ნახევარი, 4 თვე ნახევარზე მეტი როდესაც არის და ამბობთ პრეტენზიას, გასაგებია და კიდე ჩასწორება გავაკეთეთ, რომ 1 აპრილამდე დააზუსტოს ძირითადად და მხოლოდ კორექტირების უფლება ქონდეს 1 აპრილიდან 1 ივნისამდე. ეს არის რაც შემოგთავაზეთ, მაგრამ არ აგვაქვს ილუზია, რომ თქვენ რაიმე მოგეწონებათ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ აჩემებული და ამბობთ, რომ გინდა თუ არა გადავიდეთ ეხლავე პროპორციულ სისტემაზე. პროპორციულ სისტემაზე ეხლავე რო გადავიდეთ, რასაც ბატონი კუბლაშვილი მეკითხება, ახლა ადიგენი ახალციხიდან რომელი იქნება არჩეულიო. პროპორციული მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი რომ გააკეთოთ, ბატონო პავლე, თქვენ თვითონ ხო იცით, რომ სადაც მეტია ამომრჩეველი, შეიძლება ყველა იქიდან იყოს გაყვანილი დეპუტატი და პატარა რაიონები საერთოდ დარჩნენ დეპუტატების გარეშე იმ სისტემაში, რომელსაც თქვენ გთავაზობთ. და პროპორციულს აქვს ეგეთი ნაკლი და ეს ნაკლი თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. უბრალოდ, როდესაც სვამთ კითხვებს და ობიექტურობას, ესე იგი, იგნორს უკეთებთ ამ დროს, ეს ჩემი აზრით მანდამაინც თქვენს კვალიფიკაციაზე კარგად არ მეტყველებს. ეს არის, რაც მინდა ამასთან დაკავშირებით გითხრათ. ქალბატონი ჩიორა ამბობს, რომ
ვენეციის კომისიასთან არის თუ არა შეთანხმებული. ქალბატონო ჩიორა, მინდა მოგახსენოთ, რომ თარგმნა მიმდინარეობს ამ ვარიანტის, მეორე ვარიანტის და არა წინა ვარიანტის, რომელიც შემოგთავაზეთ და ეს თარგმნილი ვარიანტი იქნება ვენეციის კომისიაში გაგზავნილი. თქვენ იცით, რომ რამდენიმე თვე ჭირდება ვენეციის კომისიიდან პასუხის მოსვლას. ჩვენ ვშელობდით იმაზე, რომ ჯერ გავაგზავნოთ ჩვენი პროექტი ვენეციის კომისიაში, დაველოდოთ იქიდან მოსულ პასუხს და მერე იმის მიხედვით ვიმოქმედოთ, მაგრამ მერე ისევ თქვენი ხმაური იქნებოდა ძირითადად, რომ ჩვენ სამაში წესები არ ვიცით და არ არის განსაზღვრული. ამიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ გავაგზავნით ამას ყველაფერს და დაველოდებით, გარწმუნებთ წინასწარ, რომ იქნება პოზიტიური დასკვნა ვენეციის კომისიიდან იმ ვარიანტის შესახებ, რომელ ვარიანტსაც ჩვენ ახლა გვთავაზობთ. ესე იგი, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან არის თუ არა ეს შეთანხმებული? არ არის. ეს არის საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომლის გაკეთებასაც ვაპირებდით ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა უნდა უპასუხოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვინაიდან პარლამენტის გადაწყვეტილებებს ჩვენ ვღებულობთ უმრავლესობა, სამწუხაროდ თქვენ ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღება რომ არ გინდათ, ამას ძალიან კარგად ვხედავ და პასუხისმგებლობა გვაიძულებს იმას, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ და იმ პარტიების ინტერესებიდან გამომდივართ, როდესაც ამ წლის ბოლომდე გვინდა რომ სწორედ ეს გადაწყვეტილებები მივიღოთ. ბატონი ბობოხიძის კითხვა იყო ბიუროების საკითხი როგორ იქნება? რა თქმა უნდა, ბიუროების საკითხი დაისმება მას შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ კოდექსს მივიღებთ. როდესაც ამ კოდექსს მივიღებთ, ამის შემდეგ უმცირესობაც, უმრავლესობაც უნდა დავჯდეთ და უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორი იქნება განლაგება ბიუროების და ეხლა მე რომ რამე ვარიანტებზე აქ გელაპარაკოთ, შემდეგ დებატები შეიძლება ამ ვარიანტების ირგვლივ გაიმართოს, ამიტომ რა თქმა უნდა მოსაზრებები არის, თუ გაინტერესებთ ეს მოსაზრებები და თქვენთვის მართლა გულწრფელად არის საინტერესო როგორ უნდა იფუნქციონირონ მაჟორიტარებმა, ამის შესახებ ჩვენ შეგვიძლია მოგვიანებით, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ. როგორ წარმომიდგენია, ესე იგი 400-500 კილომეტრით მოშორებული მესტიასა და ონის რაიონებს შორის, ესე იგი ერთი მაჟორიტარის ფუნქციონირება. მე ვიქნებოდი ბედნიერი ონსა და იმას შორის მესტიას შორის მართლაც რომ 400-500 კილომეტრი იყოს დაშორება და მე მინდა რომ ახლა კაი ციფრებთან დაკავშირებით რო არა გაქვთ მანდამაინც პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება მესმის, მაგრამ 10ჯერ და 20ჯერ მეციფრს ნუ დაასახელებთ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში. ეს სააკაშვილს ახასიათებდა ციფრებს არ ანიჭებდა მნიშვნელობას, ისე იტყოდა 200ჯერ, 300ჯერ ან 5ჯერ და 10ჯერ განსხვავებულ ციფრს საკითხთან დაკავშირებით არადარ დაგიდევდათ და ეს არ იყო მისი კარგი მხარე თვისებების და მაინც და მაინც ნუ
ქვეყანაში და არც სხვა ქვეყანაში რაიმე ტიპის პროცესები არ მიმდინარეობს. პარლამენტის ბიუჯეტი რამდენით გაიზრდება, ბატონი ლონდარიძის კითხვა არის. ამასთან დაკავშირებით, ბატონო ტარიელი, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ თემებზე თქვენს როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, მეც როგორც მაჟორიტარ დეპუტატს ამჟამად დაგვჭირდება ალბათ არა მომავალი პარლამენტისთვის გადასატანად, რომ მაჟორიტარის ბიუროების თემაზე ვიმსჯელოთ, არამედ ჩვენ პარლამენტის პირობებში შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. როცა ვღებულობთ ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს კორექტირებას მაჟორიტარის ბიუროს საქმიანობის გეოგრაფიასთან, დროში და ასე შემდეგ მიმართებაში. ამაში რაიმე განსაკუთრებულს მე მგონი ვერც თქვენ ხედავთ და ვერც მე ვერ ვხედავ ამაში რამეს განსაკუთრებულს. რომელი ვარიანტი შეესაბამებოდა თარხნიშვილს უკვე უპასუხე, რატომა გამონაკლისი გურჯაანი და ასე შემდეგ. გამონაკლისი იმიტომ არის ბატონო ლევან ეს რომლებსაც არ შევეხეთ, ესეთი ოლქი არის სულ 7, რომელსაც არ შევეხეთ და ამბობთ რომ ესენი რატოა გამონაკლისები, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვეცადეთ, რაც ქალბატონ ხათუნას აწუხებდა თავის კითხვაში, რომ ითვალისწინებთ თუ არ ითვალისწინებთ, მაქსიმალურად ვცადეთ, რომ შეგვენ არჩევნებინა დაუშვათ ერთი მუნიციპალიტეტის ფარგლებში თუ 7 კი არა, არამედ 30 იქნებოდა. რა თქმა უნდა, ვეცდებოდით, რომ ხელი არ მოგვეკიდებინა. ჩვენი ახირება კი არ არის, რომ მაინც და მაინც მივადგეთ და ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების მიმატება გამოკლებით შევცვალოთ ეს საზღვრები. რა თქმა უნდა, ეს ასეთი არ ქონდა. პრინციპი რაც ქონდა, ჩვენი პრინციპი არის, რომ 47,000 იყოს, ესე იგი, ის ციფრი, რომლის მიხედვით მოხდება სწორება, ოლქების სამომრჩევლების რაოდენობის მიხედვით ჩვენ ასეთ სწორებას ვაკეთებთ. თუ გურჯაანთან დაკავშირებით თქვენი მხრიდან იქნება ინიციატივა, რომ გურჯაანს მოვაკლოთ რამდენიმე სოფელი და დაუმატოთ თელავს, თუ კი თქვენ ამას შემოგთავაზებთ, დააყენეთ ეს საკითხი, მაგერა გაქვთ მიკროფონი და ვილაპარაკოთ ამაზე შემდეგ სხვა ფორმატში და ანუ სხვა ფორმატში კი არა, ვილაპარაკოთ იმ ფორმატში, რა ფორმატშიც კანონზე მსჯელობენ ხოლმე. თემა შემდეგი, ესე იგი ბატონმა გიგამ მე ნაწილობრივ უპასუხე ბატონ გიგას, რომ არ შემოსულა არც ერთი წინადადება ბატონო გიგა, არც ოპოზიციის მხრიდან, არც საპარლამენტო პარტიების მხრიდან, არც არასაპარლამენტო პარტიების მხრიდან და რაც ჩემთვის ყველაზე მეტად გასაკვირია. არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან რაიმე ვარიანტი ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით შემოთავაზება არ ყოფილა. თუმცა ვერ ვიტყვი და ვერ დავაბრალებ, რომ ისინი არ იყვნენ დაინტერესებულები, როდესაც ჩვენ მათთან პრეზენტაცია გავაკეთეთ, ასეთი დაინტერესება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოხატეს თანამშრომლობის სურვილი, თქვენს რომ მათ ეკნებოდათ თავიანთი ვარიანტები, მაგრამ ეს ვარიანტები ჩვენამდე წერილობითი სახით არ მოსულა. და როდესაც ვიხილავთ ასეთ მნიშვნელოვან კანონპროექტს, ასეთ მნიშვნელოვან საარჩევნო ცვლილებასთან აგვაქვს საქმე და ის ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებზე მუშაობენ და ამაში ღებულობენ გრანტებს, ამითი არიან ცნობილები საქართველოში და რაიმე ვარიანტი არ გააჩნიათ, მე ვფიქრობ, ცოტათი არ იყოს უცნაურია. სხვა სიტყვა არ მინდა ამ შემთხვევაში რომ თქვა. თემა შემდეგი, ესე იგი, ეს არის ესე იგი ბატონ კუბლაშვილს უპასუხე ახალციხე ადიგენთან დაკავშირებით და საერთოდ როდესაც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის შესახებ საუბრობთ, ამ პროპორციული არჩევნების შესახებ საუბრობთ, თემა სად ცხოვრობს მეტი ამომრჩეველი, რომელ მუნიციპალიტეტში და რომელში ნაკლები, ეს თემა რა თქმა უნდა იქაც ისმება ხოლმე და ეს კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ბატონ, ესე იგი, პავლეს ჩემგან ნამდვილად არ ესწავლება. ბატონი შერვაშიძე იაშას მიერ იყო დაყენებული, ესე იგი, ქედასთან მახუნცეთის გარდა მიერთება მოხდეს, სწორად მინდა წავიკითხო ეს მერისი, 1 მაისი და თვითონ ქედა, რომელიც არის ადგილობრივი მაჟორიტარული მილისი? ბატონო იაშა, მე უნდა ვნახო და უნდა შევათანხმო შემდეგ ინიციატორებთანაც და ავტორებთანაც, რომ ეს იმ 15%-იან ცვლილებებს რას უშვება, ამიტომ როდესაც მექნება დასკვნითი სიტყვა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმ დასკვნით სიტყვაში მოგახსენებ ჩემ პოზიციას ეს დრო მომეცით, იმიტომ რომ აუცილებელი არის რომ რაღაცა ცვლილების განხორციელება სხვაგვარად, ეხლა ესე ეგ არის რაღაც სხვადასხვა საკითხებთან არის დაკავშირებული, ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი რა თქმა უნდა არ არის. ეს იყო ის კითხვები, რომელიც ქალბატონო მანანა დაისვა 100-ე მუხლის პირველ ქვეპუნქტთან დაკავშირებით.
მკაცრავად, აქ დაზუსტებებია? დაზუსტებებს ითხოვთ? თარხნიშვილი ლევანი. თუმცა არა მარტო პირველ პუნქტთან თქვენ თვითონ ბრძანეთ ბატონო ზვიად, რომ 73 მანდატიანს ეხებოდა ზუსტად ჩემი კითხვა და პირველ პუნქტს და ზოგადად რამდენად შეესაბამება. ბატონო ზვიად, ციფრების დამოკიდებულებაზე როცა საუბარი, ცოტა რიყოს გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთი ვარიანტი, სადაც 54 ოლქი არ ჭდებოდა 10%-იან ცდომილებაში, 13 არ ჭდებოდა 15%-იან ცდომილებაში. ეს ვარიანტი და დღეს წარმოდგენილი ვარიანტი ორივე შეესაბამებოდეს ერთი და იგივე დოკუმენტებს, სადაც ზუსტად წერია ის, რაც წერია. ბატონო ზვიად, ან ერთი შეესაბამება, ან მეორე, ან არც ერთი. სხვანაირად არ არსებობს. ზუსტად ციფრებიდან გამომდინარე. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ არ მოგწონს ეს ვარიანტი, ჩვენ არ მოგწონდა არც წინა ვარიანტი და არ მოგწონს არც ეს ვარიანტი, იმიტომ რომ პრინციპი არ მოგწონს, მაგრამ ამაზე ჩემს გამოსვლაში დაზუსტება ჩიორა თაქთაქიშვილი. გმადლობთ, ბატონო ზვიად, ეს ხომ არა 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ველოდებოდით საარჩევნო სისტემის შექმნას და ის ფაქტი, რომ ეხლა დაგვიანებული არის და თქვენ ჩქარობთ, ჯერ კანონი მიიღოთ და შემდგომში ვკითხოთ აზრი ვენეციის კომისიას, ხომ იმიტომ არის გამოწვეული, რომ თქვენ არ ჩათვალეთ საჭიროდ ეს 3 წელი ნაყოფიერად გამოგეყენებინათ, არ ჩათვალეთ საჭიროდ გეწარმოებინათ კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ ხნის განმავლობაში და სწორედ ბოლო მომენტამდე არჩევნების წინა წლამდე მიიყვანეთ ამ საკითხის გადაჭრა. ვერანაირად ნამდვილად გამართლება ამ სიტუაციაში ვერ იქნება დროის სიმცირე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ კი საარჩევნო სისტემა არ იქნება გაზიარებული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და არ იქნება სათანადო წესით შეთანხმებული და დადებითი დასკვნა მიღებული ვენეციის კომისიის ეუთოს და ოდირისაგან, მანამდე არ შეიძლება ჩვენ დაასრულოს კითხვა, ჩაურთით. არ შეიძლება სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ამ საარჩევნო სისტემას რაიმე ლეგიტიმაცია გააჩნია. მადლობა. კანდელაკი. ბატონო ზვიად, ხალხი ნამდვილად გადაწყვეტავს და თავის განაჩენს გამოუტანს ბიზნიავენიშვილს, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ ჩემს კითხვას ბიზნიავენიშვილის პერსონალურ როლზე პირველი მოსმენიდან მეორე მოსმენამდე კანონპროექტის გადაკეთებაზე, როცა ის დაესწრო თქვენს პოლიტსაბჭოს სხდომას და მოგიტანა თავისი ვერსია და ეხლა იმ ვერსიას ახავთ თავს ქართველ ამომრჩეველს. პირადად მის ოღონდ არ იცვლოთ ბატონო ზვიად, გულწრფელად მებასუხოთ, ძალიან გთხოვთ. გოგორიშვილი. ბატონო ზვიად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ძირითადად უნდა იყოს 10%-იანი სხვაობა გამონაკლისის შემთხვევაში და მითითებული აქვს, რომელი ეს გამონაკლისის შემთხვევაში 10-დან 15-მდე. ეს არის საკონსტიტუციო გადაწყვეტილება, სავალდებულო პარლამენტისთვის აღსასრულებლად არის საკონსტიტუციო გადაწყვეტილება და არა ვენეციის კომისიის ის რეკომენდაცია, რომელიც გიგაბუკიან ვერ გაიგო. აი ეს პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, ისევე არ შეესაბამება საკონსტიტუციო კომისიის სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც წინა და გეტყვით რატომ. 12 ოლქი არის თქვენ ბრძანეთ 10-დან 15%-მდე ზღვარში, პლუს მინუსით და ეს 12 უნდა იყოს გამონაკლის რეჟიმიანი. როგორც მინიმუმ 9 ამ ოლქიდან, რომელიც 10-დან 15-მდე არის, არანაირად არ ჯდება ამ გამონაკლისში. ვერანაირად ვერ იტყვით, რომ ან მეჩხლე დასახლებული, ან მაღალმთიანია გორი და კასპი. ვერ იტყვით ამას იგივე თერჯოლაზე და ქუთაისზე. ასე რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეს პროექტიც არ შეესაბამება და არ არსებობს უფრო სუბელიანი. ბატონო ზვიად, როცა ციფრებს ახსენებთ, მაშინ დაგიკონკრეტებთ, რომ ესე იგი მესტიიდან ზუგდიდამდე არის 170 კილომეტრი. ზუგდიდიდან ქუთაისამდე არის 110 კილომეტრი. ეს შენი 280 კილომეტრი. ხა ქუთაისიდან ონამდე გავზადოთ და კი ავდივართ 400 და 500 კილომეტრს. აი ამ ხელა წრე უნდა გააკეთოს ადამიანი. ელემენტარული მარშრუტია ასეთი. სხვა გზა იქ ხა ცხენებით თუ ივლიან ონიდან უშგულზე და მესტიაზე ეგ არ ვიცი, მაგრამ ეგ წარმოუდგენელია.
და თქვენ მეუბნებით, რომ ერთი ადამიანი უნდა მოემსახუროს ამ 4 რაიონს, ესე იგი რაჭა-ლეჩხუმს და მესტიას, ამაზეა საუბარი. 5 რაიონს ბოდიში. როცა ერთ რაიონს ვერ პატრონობს, სრულყოფილად ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებთ რეალურად, ხო? იმას, რასაც დაპირდით ხალხს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ეგ ცალკე თემაა. ერთი ადამიანი უნდა მოემსახუროს ამ ხელა რეგიონს და კილომეტრაჟი კი დაგისახელეთ და გიგითხარით როგორც არის რეალურად იქ სხვა გზა არ არსებობს. ზაფხულის რაღაც ბილიკები არსებობს? დასრულდა დაზუსტებები უპასუხოთ. კი, ბატონკობა, შეგიძლიათ მე ონიდან კიდე გააგრძელოთ ამბროლაურიდან ონამდე კილომეტრი დაამატოთ, შემდეგ დაამატოთ ლენტეხამდე კილომეტრაჟი და შეიძლება 1000 კილომეტრამდეც ახვიდეთ. თქვენ იმ ლოგიკით, რომელი ლოგიკითაც ვშელოთ. რა თქმა უნდა, არ არის იოლი გადაწყვეტილება და არ მიგვიღია იოლი გადაწყვეტილება. ეს არის, უნდა გითხრათ, რადიკალური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მოვახერხოთ საარჩევნო მანდატების გამოთანაბრება. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც არის ბევრი რამ, ძალიან ბევრი რამ, რაც ამ გადაწყვეტილებაში არის სრულიად ახალი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ მუნიციპალიტეტის საზღვრები და მაჟორიტარული ოლქის საზღვრები არ ემთხვევა ერთმანეთს. საპარლამენტო მაჟორიტარული ოლქის საზღვრები, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქცია და გამგებლის ფუნქცია, ანუ თვითმმართველობისა და პარლამენტის საქმიანობების ერთმანეთში აღრევა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში. რაც შეეხება, ესე იგი, თარხნიშვილის კითხვას, რომ პრინციპი არ მოსწონს მას და ამიტომ რაც ვარიანტები არ უნდა შევთავაზოთ, არც ეც არ დაეთანხმება. აქ ბატონ ლევან, მე ვერაფერში ვერ დაგეთანხმებით, თქვენ რომ პრინციპი არ მოგწონთ, ეს ვიცი, რომ პრინციპული ადამიანი ბრძანდებით და არავითარ შემთხვევაში ამას არ დაეთანხმებით. ეს თქვენი გადასაწყვეტია და თქვენი ნება. 3 წელი გავიდა და დროის სიმცირეზე რატომ ვლაპარაკობთ, ამბობს ქალბატონი ჩიორა. ქალბატონი ჩიორა, დროის სიმცირეზე არ ვლაპარაკობთ ჩვენ პირიქით ლაპარაკობთ იმაზე, რომ მეტი დრო კონდეს პარტიებს და იმიტომ გავაკეთოთ ეს ცვლილება, საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილება, რაც გარდაუვალია და გასაკეთებელია, გავაკეთოთ დროზე, რომ თქვენ პოლიტიკურ ორგანიზაციას და ყველა სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციასაც კონდეს საკმარისი დრო იმისათვის, რომ მოახერხოს ჩამოყალიბება და გარკვევა თუ რა ტიპის არჩევნებში და როგორ გეოგრაფიაში მოუწევს საქმიანობა. ამიტომ მე ვფიქრობ, ამისთვის ჩვენ საყვედური ნამდვილად არ გვეკუთვნის. ბიძინა ივანიშვილზე ძალიან უყვარს ხოლმე გიორგი კანდელაკს საუბარი, ყოველთვის ყველა გამოსვლაში ახსენებს ხოლმე. ეს ჩემთვის მისი მხრიდან ესეთი ტიპის გადაწყვეტილება რაღაც პოლიტიკური ტექნოლოგიის ნაწილი არის, იმიტომ რომ თავის მნიშვნელობას ხაზი რომ გაუშვას ან ადამიანმა, ან პოლიტიკურმა პარტიამ, ან ადამიანთა ჯგუფმა, საპირწონედ ისეთი უნდა აირჩიოს, რომ შემდეგ ამას ყურადღება ყველა მიაქციოს და რასაც გიორგი კანდელაკი აკეთებს, სხვა არაფერი არაა თუ არა ეს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას ბევრ კარგ საქმეში, რომელიც საქართველოში ხდება, რა თქმა უნდა, ვადასტურებ და კიდევ ბევრ საქმეში მიიღებს მონაწილეობას. თქვენ ეს მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ თუ ასე შემდეგ. ეს არის ცალსახა და ეს არის რაც მინდა ამ თემასთან დაკავშირებით რომ გითხრათ. რაც შეეხება გამონაკლის შემთხვევებში 15 არცეთში არ ჯდებაო ხათუნა ამბობს. ქალბატონ ხათუნა, მე ბევრჯერ გავეცი უკვე ამ კითხვას პასუხი, შეგიძლიათ კიდევ დასვათ ესეთი კითხვები, კიდევ იგივეს გიპასუხებთ. თუ არ მოგწონთ ეს ყველაფერი, შეგიძლიათ მიმართოთ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს და მან მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წაკითხვას, თქვენ კითხულობთ სხვაგვარად, მე ვკითხულობ სხვაგვარად, ჩვენ ვკითხულობთ სხვაგვარად. ჩვენ ვკითხულობთ, რომ გამონაკლისი არის 15% ზევით მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკურად განსხვავებული ნიშნით დასახლებული რაიონები. თქვენ ვკითხულობთ, რომ ესაა 15%-ია ზღვარში. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ აიღოთ ინგლისური დედანი ვენეციის კომისიის იგივე წინადადებისა და ის წაიკითხოთ, მაგრამ ამის მიუხედავად, რასაც თქვენ ბრძანებთ, წინაზე ძალიან გაწიწმატებული შენიშვნები მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ აი რამდენია თურმე გამონაკლისი და არ შეიძლება გამონაკლისი ამდენი იყოს. ეხლა დღეს ვისმენ, რომ 12-იც არ შეიძლება იყოს გამონაკლისი. კი ბატონო, კიდევ ერთხელ გეუბნებით პასუხს, რომ არსებობს იგივე საკონსტიტუციო სასამართლო
რომელიც კითხულობს ვენეციის კომისიის დასკვნას ისე როგორც თქვენ კითხულობთ, როგორც ესე იგი თქვენ მოგეხერხებათ, შეგიძლიათ შეიტანოთ და გვიჩივლოთ და ამითი კიდევ ერთხელ ესე იგი გადადგათ ამ მიმართულებით პოზიტიური თუ ნეგატიური ნაბიჯი. ეს თქვენი გადასაწყვეტია, რაც გნებავთ ის გადაწყვეტილება მიიღეთ. რაც შეეხება ესე იგი 100 მუხლის პირველ ქვეპუნქტს ამ საკითხებთან დაკავშირებით მე მგონი პასუხები გავეცი. მადლობთ, ვიდრე გადავალთ შემდეგ პუნქტზე, გაცნობთ, რომ ხარაგაულის და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული საკრებულოს წევრები არიან ჩვენთან სტუმრად. მოსწავლეები მივესალმოთ, შემდეგ მათ ვიცით, რომ დეპუტატთანაც აქვს შეხვედრა. ბატონო შემდეგი მადლობა. მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით. მეხუთე პუნქტის ესახება 100 მუხს. მეორე პუნქტთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კითხვები არ არის. მესამე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით. გოგორიშვილი ხათუნა. ბატონო ზვიად, აქ არის ჩანაწერი, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩეველთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო აღიარებულ სტანდარტებს და უზრუნველყოფს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს ამ პუნქტის შინაარსი რაში მდგომარეობს, მიზანი უფრო სწორედ. შემთხვევით ხომ არ ფიქრობთ, რომ ორგანული კანონის ჩანაწერი უფრო მაღლა შეიძლება დადგეს, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და იმიტომ ხომ არ არის ჩაწერილი, რომ რეკომენდაცია შეესაბამება, მე რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება. რა მიზანია ამ პუნქტის არსებობა საერთოდ კანონში? გობოხიძე აკაკი თუ იგივე ბატონო ზვიად, ეხლა ეს ამ მუხს შეიძლება არ შეეხებოდეს პირდაპირ, მაგრამ მაინც გონია რომ შეიძლება ეს დაკავშირება. აი ხა თქვენ განსაზღვრული გაქვთ და გადიხართ ზღვარზე, 10%-იანი და 15%-იანი ზღვარზე. მე ვერ დაგეთანხმებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენ არასწორად კითხულობთ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ის ქართულად არის და ნამდვილად არ წერია მასე როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ ვენეციის კომისიის ზუსტი თარგმანი გეთანხმებით, რომ პრინციპში ისეა როგორც წარმოგვიდგინეთ, მაგრამ მე რა მაინტერესებს, იცი აი სამხედრო ნაწილები თუ კი მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ხომ არ არის საფრთხე იმისა, რომ დაირღვეს ეს 10 და 15%, იმიტომ რომ ზღვარზე გადიხართ. საკმარისია რომელიმე ბრიგადა იყოს რომელიმე ტერიტორიაზე განლაგებული ბრიგადისში რიცხოვნობისგან გამომდინარე, მე გარწმუნებთ, რომ ეს 10 და 15%-იანი ზღვარი შეიძლება ერთი ხელის მოსმით დაირღვეს და გაქვთ თუ არა ეს გათვალისწინებული, ან ხომ არ აპირებთ თქვა სამხედროებისთვის მაჟორიტარულ არჩევნებში მიღება არ მიღების საკითხის რამენაირად სხვანაირად განხილვას. უპასუხეთ. ეს საკითხი ბატონ კაკო ამ წუთას არ ეხება არსებულ წარმოდგენილ ცვლილებას კანონპროექტში. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ სამხედროების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არის ჩემის აზრით რაღაც ცვლილებები განსახორციელებელი და ცვლილებები ისე უნდა განხორციელდეს, რომ ეს გადახრების ნორმები არ იქნას დარღვეული. რაც შეეხება მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამორჩეველთა რაოდენობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. ეს ჩანაწერი არის კანონპროექტში იმის გამო ჯერ ერთი რომ ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით წავედით და მე მეორე ეს არის ჩანაწერი CSKO-სთვის, რომელიც თავისი დადგენილებით ქმნის ოლქებს და CSKO-მ უნდა იხელმძღვანელოს სწორედ იმით, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების ფარგლებში იყოს ის გაყოფა ოლქების, რომელსაც ის თავისი განკარგულებით, როგორც დღეს უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, განკარგულებით განახორციელებს. ამოიწურა პასუხები, შემდეგი გახლავთ მეხუთე პუნქტი. არა, უცბად მეოთხე. იმავე 100 მუხლის. არ არის მეხუთე. წერეთელი გიგი. მეოთხესთან დაკავშირებით მე მინდა ბატონ ზვიადს ვკითხო, გუშინ კომიტეტის ხდომაზე იყო მსჯელობა ვადებთან დაკავშირებით და როგორ ჩამოყალიბდით საბოლოოდ ამ ვადებზე. ერთი ვადა იყო
განსაზღვრის თავიდან და შემდეგ დაზუსტების. დიახ, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ დადგენილებასთან დაკავშირებით. აქ ჩემთან დადებულ ვარიანტშიც არ არის ასახული, უნდა გითხრათ, მაგრამ ბოლოშია, ხო, და აქაც უნდა იყოს. აქაც უნდა ეწეროს. ესე იგი აქ არის სულ ბოლოში არის მუხლი მეორე, იქამდე ჯერ არ მივსულვართ, მაგრამ წერია რომ საარჩევნო ოლქები შეიქმნას და მათი საზღვრები და ნომრები გაისაზღვროს არაუგვიანეს 2016 წლის 1 აპრილისა. ზემოთ აღნიშნული საარჩევნო ოლქების საზღვრები შეიძლება დაზუსტდეს 2016 წლის 1 ივლისამდე. ვინაიდან 1 ივნისამდე დაზუსტებაზეა ლაპარაკი, ბატონ გიგი, და არსებობს ნორმა კანონის შემდეგ მომდევნო ნაწილში, სადაც იქ არის ნათქვამი, რომ ძირითადად ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას 1 აპრილამდე მიღებული, ამიტომ მე ვფიქრობ, ეს მუხლი, რომელიც არის 100.04, ეს მუხლი იმას მოიცავს და მე ვფიქრობ, აქედან გამომდინარე, აქ ჩაწერის აუცილებლობა არ არის. გოგორიშვილი. იმავე პუნქტზე ხო? დიახ. ბატონ ზვიად, საქმე იმაში გახლავთ, რომ შემდეგ 100.000 სეკუნდა მუხლში საოლქო, იმასა რა ქვია, საარჩევნო კოდექსი, სადაც საოლქო კომისიების კომპეტენცია არის. იქ თუ ვთქვათ შევთანხმდებით, მაშინ აუცილებელი იქნება აქაც ამის გათვალისწინება, ამიტომ აქვე დავაფიქსირებ. საკითხი შეეხება საოლქო კომისიების ფორმირების წესს, იმიტომ რომ თქვა წარმოდგენილი კანონ პროექტის მიხედვით, ამის უფლებამოსილებას თქვენ აძლევთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, რომ მაგალითად დუშეთ თიანეთი ყაზბეგი ერთი საარჩევნო ოლქია, მას შეიძლება მიეცეს უფლება, რომ სამი საოლქო კომისია იყოს, შეიძლება მიეცეს უფლება, რომ ერთი. ანუ დიახ, კანონის ჩანაწერი, რომელიც არის 100.000-ში, ამის საშუალებას იძლევა, რომ განსაზღვროს დადგენილებით და ამიტომ იქნება აქვე დაგვეფიქსირებინა ის პრინციპი, რომელიც ხო შორის მეც არ ვიცი, როგორ აპირებს კომისიების შესატყვისებას საარჩევნო ოლქებთან. 100.000 მეორემდე როცა მივავალთ ქალბატონ ხატუნა, მაგ თემაზე მაშინ დავილაპარაკოთ, ისე გეტყვით განმარტებისთვის, რომ ამ რეგულაციებით, რომელიც არის ჩვენს კანონში, საოლქო კომისიები სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში თუ შეიქმნება ერთი მაჟორიტარული ოლქი, სამივე საოლქო კომისია დარჩება, უბრალოდ იქედან ერთი იქნება, რომელიც სრულად განახორციელებს თავისუფლებამოსილებას, ანუ ექნება გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და როგორც არის დღეს მდგომარეობით და დანარჩენები იქნება ნაწილობრივი ფუნქციის შემსრულებლები. ეს წერია ჩემო ბატონო. ესე იგი, ეს წერია 100.000 სეკუნდაში. მივართ იქამდე ქალბატონ ხატუნა და დავილაპარაკოთ კონკრეტულად. ესე იგი, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტთან დაკავშირებით. კითხვები. არ არის მე-7 პუნქტთან დაკავშირებით. 100.000 მუხლის. მე-6-ზე მინდა აღვნიშნო აქ და ვთქვა, კითხვები არ აქვს, მაგრამ აქ არის რეგულაცია შემოტანილი, როცა ერთადერთი შემთხვევა არის, როდესაც მოსაზღვრე მუნიციპალიტეტები კი არ ქმნიან ერთ საარჩევნო ოლქს, არამედ საზღვარი როცა გეოგრაფიული არ აქვს, მაშინ ქმნიან და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ გუშინ კომიტეტის ხდომაზე და ეს ეხება ვანი ხონის მაჟორიტარული ოლქის შექმნას. ხონი ვანის თუ ვანი ხონის ეს თემა ბატონო კაკო, ესე იგი მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტეთ მერე თქვენ ვანის დეპუტატთან ერთად. მე-7 თემა დიახ. მე-8-ზე ვარ? მე-8-ზე ვარ თვითონ. კითხვა ვინმეს აქვს მე-8-ზე? ქალბატონი გოგორიშვილი. ბატონ ზვიად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნისათვის გამოიყენება CSGO-ში არსებული ამორჩეულთა ერთ-ერთი აქ წერია და ამიტომ ეს პრინციპში პირველი მოსმენის საკითხი შეიძლება უფრო იყოს, მაგრამ მე უბრალოდ მინდა დაგცვათ ასეთ შეკითხვა. იმ ვარიანტში, რომელიც თავდაპირველად წარმოადგენთ ინიცირება, იყო ცხრილი, სადაც იყო ამორჩეულთა რაოდენობა, ეხლა გუშინაც იყო იურიდიული კომიტეტი, სადაც არის ამორჩეულთა რაოდენობა და ამ ამორჩეულთა რაოდენობებს შორის არის განსხვავება 29,721. საქმე იმაში გახლავთ, რომ ზუსტად ვიცი
უპირატესი კანონის მიხედვით განსაზღვრული ვადები, როდესაც ამ მომრჩეველთა სიის განახლება ხდება ცენტრალურ საარჩევნო კოდექსში. იქნება ამისგან რამ განაპირობა ეს და ამ შუალედს არ ემთხვევა აქვე დავძენ. როცა ახალ ინფორმაციას იღებს ცენტრალურ საარჩევნო კომისია და ეს 29721 ამ მომრჩევლით რო შემცირდა ერთ კვირაში ამ მომრჩეველთა რაოდენობა რას უკავშირდება? ბოლო მონაცემი არის გაბატონო ხათუნა ის, რაც თქვენს ხელთ არის ეხლა ამჟამად. არა, ვისი მოწოდებული? იმიტომ რომ ბოლო და წინა მონაცემებს შორის წესით განსხვავება არ უნდა იყოს კანონიდან გამომდინარე. თუ ეს CSKO მოგაწოდათ მაშინ სხვა რიცხვი და ეხლა სხვა რიცხვი, თუ შეიძლება რომ მითხრათ. გაბატონო ხათუნა, ამ კანონ პროექტზე იმდენი ხანი მიმდინარეობდა მუშაობა, რომ აქედან გამომდინარე არის ეს ცვლილებები. მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო მონაცემი არის ის, რომელიც ეხლა გაქვთ თქვენ. ეს არის აქ არა მაგთან, ის მონაცემი არის ეხლა რომლის მიხედვითაც გათვლები ხდება საბოლოო მონაცემი. დიახ და ამ პუნქტში რაც არის, ესე იგი, რეგულაცია დაწესებული, რეგულაცია არის ის, რომ როდესაც პარლამენტი შექმნის თავისი კანონის მიღებით შექმნის ახალ საზღვრებს, ასე ვთქვათ, და CSKO თავისი დადგენილებით ქმნის, როდესაც შუალედური ან სხვა არჩევნები ჩატარდება, აღრევა არ მოხდეს. პარლამენტის მიერ შექმნილი მონაცემები უნდა იყოს CSKO-s განკარგულებით შექმნილი ოლქებისთვისაც, ასე ვთქვათ, საყრდენი მონაცემები. დაზუსტება გაქვთ? გოგორიშვილს დაზუსტება აქვს? ბატონო, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ინფორმაცია ამ მომრჩეველთა შესახებ, რომელსაც იღებს ცენტრალურ საარჩევნო კომისია, ესე იგი წესით უნდა იყოს 1 ოქტომბრის მონაცემებით, იმიტომ რომ მას შემდეგ ვადა მონაცემების განახლებისა არ ქონია. ანუ თუ განსხვავება არის ამ მონაცემებში, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ თავდაპირველი ვარიანტი 1 ოქტომბრამდე მონაცემებზე აწყვეთ და შემდეგ ეს უკვე 1 ოქტომბრის შემდეგ მონაცემები დააზუსტეთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ 1 ოქტომბრის მერე იყო ინიცირებული თქვენი კანონპროექტი. მე აქედან გამომდინარე, ახლა ესეთი პრეცედენტი არსებობს, რომ იცვლება 30000 და სხვათა შორის თბილისში არის ძირითადად ეს ცვლილება, მიუხედავად იმისა, რომ მარტყოფი დაემატა, მაინც მოკლებულია თბილისის სამომრჩეველთა რაოდენობა. თუ თქვენ უშვებთ იმას, რომ შეიძლება ერთი თვის ერთი კვირის ვადაში 30000 ამომრჩევლით შეიცვალოს ან 15000, რა შვებით იმ შემთხვევაში, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისია განსაზღვრავს საზღვრებს, ან პარლამენტი მიიღებს ამ და განსაზღვრავს საზღვრებს და შემდეგ უკვე მოხდება ამ დადგენილი ნორმიდან პლუს მინუს 10-15%-დან ამოვარდა საარჩევნო ოლქებს. გასაგებია, ქალბატონო ხათუნა, კიდე ერთხელ მოგახსენებ და გეტყვით, რომ მონაცემები, რომლის მიხედვითაც შეიქმნება საარჩევნო ოლქები, CSKO შექმნის ეს თუ პარლამენტი, უნდა იყოს ერთი საბაზისო მონაცემი. რაც შეეხება მონაცემს 4 შეცვლა ხდება, 4 დაზუსტება ხდება მონაცემების წლის განმავლობაში, ამიტომ ყველა არჩევნების თვის ეს ასევე დარჩება მუდმივად, რომ ყველა არჩევნებისთვის ერთი მონაცემის მიხედვით უნდა მოხდეს ოლქების ჩამოყალიბება. ქალბატონო ხათუნა, მინდა მოგახსენოთ, რომ საარჩევნო მონაცემები უნდა იყოს ერთი და იგივე პარლამენტის მიერ დაყოფილი ოლქებისა და CSKO-s დადგენილებით მიღებული საზღვრებისა. მონაცემი გვაქვს ეხლა კონკრეტული რაცა გვაქვს, მონაცემის შეცვლის შემთხვევაში შეიცვლება არ გამოვრიცხავ, რომ კანონში ცვლილებების დაგჭირდეს ქალბატონო ხათუნა. დიახ. დავასრულეთ ეს მუხლი, შემდეგი არის მე-6 პუნქტი, რომელიც ეხება 100 პრიმა მუხლის შინაარსს. თუ არის კითხვები? მე-6 პუნქტი, რომელიც კანონის 100 პრიმა მუხლს ეხება. კი ბატონო, აი პირველი გადავედით ამაზე თუ გაქვთ. პირველ ქვეპუნქტთან, ასე ვთქვათ. თუ არის თქვა მეორე ქვეპუნქტთან. გოგორიშვილი.
ბატონზეა ზუსტად იგივე თემა უნდა გავაგრძელოთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ წარმოდგენილ ვარიანტი პირველ მოსმენის და მეორე მოსმენის თბილისის ოლქებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად განსხვავდება. საქმე იმაშია, რომ წინა მოსმენაში იყო 18 მანდატი, ახლა უკვე არის 22 მანდატი და პლუს ის არის, რომ თბილისს ემატება გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქი. მიუხედავად იმისა, რომ პირიქით ხდება შემომატება და აქ თქვათ გეოგრაფიულ მომენტებზე არ ვილაპარაკებ, მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ პირველ ვარიანტთან შედარებით იმის გათვალისწინებით, რომ მარტყოფის ადგილობრივი საარჩევნო ოლქი დაემატა 13,000-ით არის შემცირებული თბილისის ამომრჩეველთა რაოდენობა. დაახლოებით 12,000 რაღაცით დაახლოებით ესე. იცით რა, მართლა ისევ იგივე შეიძლება გამოდის რომ მაგრამ განსაკუთრებით თბილისის შემთხვევაში, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიამ უნდა დაადგინოს ეს საზღვრები და ეხლა ვთქვათ არ ვიცით ეს პლუს მინუსები გადახრები როგორ იქნება, მაგრამ ზუსტად ესე მოჭრა მაგრატლით რა კორპუსს, რა ვიცი, კი, შესაძლებელია ხა იმისგან გამომდინარე რომ სოფლები დაჭერთ, რატო არ შეიძლება რომ კორპუსების დაიჭრას. მაგრამ მე მაინც მაინტერესებს იმ შემთხვევაში, მე ზუსტად ვიცი კანონის ჩანაწერი, მაგალითად რომ 15 აპრილს უნდა მქონდეს შესაბამისი ყველა სტრუქტურა აღმასრულებელი ხელისუფლების ვინც არის ვალდებული რომ მიაწოდოს ამორჩეულთა რაოდენობაში ცვლილებები ეს თარიღები გამომდინარე ისევ იქიდან რომ 1 ოქტომბერს იქნება შემდეგ და ოქტომბერში არჩევნები შესაძლებელია რომ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან თუ ერთ კვირაში 13,000 შეიძლება შეიცვალოს უფრო მეტითაც იმიტომ რომ მარტყოფით დაემატა თბილისის მოსახლეობის ამორჩეულთა რაოდენობა რა თქმა უნდა შეიძლება 3 და 4 თვის განმავლობაში ანუ ეს თავისთავად ნიშნავს ძალიან არამყარ მომენტს იგი კი ბატონო მე მინდა გითხრათ რომ ამორჩეველთა რიცხოვნობის ცვლილება არ არის ისეთი დავუშვათ ამპლიტუდებით ცვლილებები არ ხდება რომ ამან გამოიწვიოს დავუშვათ 10 და 15%-იანი გადახრების რაღაცა კარდინალური შეცვლა იმ შემთხვევაში თუ ამორჩეველთა რაოდენობა უკვე ბოლო მონაცემებით იქ არ დაემთხვევა წინა მონაცემებს. ამიტომ ვფიქრობ რომ ეს თემა ნაკლებად არის დავუშვათ იმდენად მნიშვნელოვანი როგორც თქვენ ამას უსვამთ ხალხს თუმცა რა თქმა უნდა რასაც თქვენ ამბობთ ამაში არის თავისი არგუმენტი და ეს მომენტი არსებობს რა თქმა უნდა შეიძლება ამორჩევლის რაოდენობამ განიცადოს კორექტირება და ამან გამოიწვიოს 10-15%-ის ფარგლების რაღაცა ცვლილებები ეს რა თქმა უნდა ასეთი ვარიანტები და შესაძლებლობები არსებობს შემდეგი ეს არის მეოთხესთან დაკავშირებით. არა, ქალბატონ მანანა. ესე იგი, გარდაბნის მუნიციპალიტეტთან და აი სადაც თითო მაჟორიტარული ოლქი იყო და დარჩა, ამასთან დაკავშირებით არ არის შეკითხვები. კარგით, მეოთხე საკითხია, ხო, ქალბატონ მანანა? არ მინდა რომ ამოვარდე იმიდან. კი ბატონო, ესე იგი, ეხლა საუბრობთ მეოთხესთან დაკავშირებით არ არის როგორც იყო, ხო, ნათქვამი. გააქვთ მეოთხეზე? კი ბატონო, გოგორიშვილი, სიღნაღი და დედოფლის წყალი. ბატონო, ამ პუნქტთან დაგისვათ, იმიტომ რომ ეს შეკითხვა შეემეძლება ნებისმიერ სხვა ისეთ მუხლებ პუნქტებთან, სადაც ხდება რამდენიმე მაჟორიტარული ოლქის გაერთიანება. მე მაინტერესებს რა ერქმევა ამ მაჟორიტარულ ოლქებს, ასეც. ანუ ჩვენ მივდივართ ადრე ახლა მაგალითად დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არის ნომერ 32 გორის საარჩევნო ოლქი, ნომერ 7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი და ასე შემდეგ, ხო? მე მაინტერესებს სამომავლოდ, როდესაც ეს ვარიანტი მიიღება, მიუხედავად რომ არ მოწოს უმრავლესობას, მაინც მისცემა ხმას ვიცი ზუსტად და მიიღებს დღეს მეორე მოსმენით, მე რა ერქმევა ამ ოლქებს. მარტო ნომრებით მივდივართ თუ რაღაცა სახელს მარტო ნომრებით, ბატონო. ანუ ესე ლაგოდეხი და მთისძირბალღოჯიანის საარჩევნო ოლქი ესე არ ერქმევა, ხო? ნომრები ერქმევა მარტო. ნომრები, დიახ. შემდეგი მეხუთე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და ყვარელი. კითხვები თუ არის? არ არის. მეექვსე თელავის მუნიციპალიტეტი. არ არის. მეშვიდე თელავთან დაკავშირებით გოგორიშვილი. ბატონო,
თელავთან დაკავშირებით პირველ მოსმენასთან შედარებით ბოდიშვილი მეგრუში კომიტეტის ხმაზე არ უყავს შეიცვალა ეს სამათი რო იყოფოდა ეხლა ნაწილი თელავისა ყვარელის სოფლებს უერთდება რომელიც ადრე არ იყო და შეიძლება რომ დეტალურად გითხრათ თელავი როგორ იყოფა კი ბატონო წერია თელავის მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტის აკურის, კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, ქვემო ხოდაშენის, შალაურისა და წინანძლის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქები და ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარლის, შილდის, ენისელის, საბუესა და გრემის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქები. ამათი შეერთების შემთხვევაში გადახრა არის 9.9%. მე შემიძლია მოგაწოდოთ ქალბატონ ხათუნა ეს ყველაფერი მაქვს მე უფრო დეტალურად გაწერილი ახლა აქ კანონში არ არის ციფრები მოყვანილი გადახრებით და ასე შემდეგ მოგაწოდებთ ყველაფერს ამას მეშვიდე ახმეტის მუნიციპალიტეტი არ არის კითხვები მერვე რუსთავი მეცხრე გარდაბანი მე-10 თეთრი წყარო მე-11 ბოლნისი მე-12 წალკა მე-13 მარნეული მე-14 ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტი უკაცრავად ქალბატონო ხათუნა ქალაქი ცხეთა მე-16 დუშეთი მე-15-დან დაკავშირებით ქალბატონ მანანა უნდა იყოს ქალაქ ცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვრებში. არასწორად წერია მუნიციპალიტეტების უნდა ეწეროს დაწერია მუნიციპალიტეტები. მე-16 მე-17 მე-18 მე-19 მე-20 21 22 23 24 25 გნებავთ რამე კითხვა გაქვთ ქალბატონო 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 42 ესე იგი ეს 42-სთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ კოლეგებო რომ როცა დასკვნით ციტვით გამოვალ მაშინ გავითვალისწინებთ თუ არა ბატონი იაშას და ბატონი ანზორის დასმულ შენიშვნებს ამასთან დაკავშირებით მოგახსენოთ დიახ ესე იგი განმარტავ რომ ჩვენ ახლა გავიარეთ მე-6 პუნქტი კანონ პროექტის რომელიც მოიცავდა 100 პრიმა მუხს ამავე პუნქტში არის 100 სეკუნდა. თუ არის ამ მუხთან დაკავშირებით, კითხვები აქვთ თარხნიშვილ ლევანს. მე მაქვს 100 სეკუნდას მეორე პუნქტზე შეხვითო. კარგი, მაშინ დაკავშირებით აქვს ჯერ ქალბატონ ხათუნა გოგორიშვილს. ბატონ ზურაბ წეგანს უბრალოდ ამ თემაზე დაგისვით მე შეკითხვა საქმე იმაში გახლავთ რომ აღნიშნული პუნქტი გვეუბნება რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს უფლებამოსილება შექმნას საოლქო კომისიები და იმ შემთხვევაში შემდეგ უკვე ვთქვათ მეორე პუნქტშიც არის განმარტება რომ ზოგიერთები არის ესე ვთქვათ სხვა კატეგორიის ზოგიერთები სხვა მაგრამ არსა და არც ამ მუხში და არც არსად საერთოდ ამ ცვლილებებში არ წერია რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ აქვს მაგალითად იმის უფლება რომ 73-ვე საოლქო კომისია გამოაცხადოს ისეთ საოლქო კომისიას რომელიც სრულად ახორციელებს უფლებამოსილებას არანაირი დათქმა იმისა რომ გაერთიანება რო ხდება ოლქების იქ აუცილებელია რომ ერთი იყოს დანარჩენი ეს არსად არ არის რატო გისვათ მე ამ შეკითხვას ახლა გეტყვით ამ წუთას პირველი მოსმენით
განხილვის დროსაც დაგისვეს თქვენი შეკითხვა, მე უბრალოდ მოგაწვდით ინფორმაციას დარწმუნებული რომ გაქვთ, მაგრამ მაინც ამ წუთას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამოცხადებული არის კონკურსი 36 საოლქო კომისიაში ვაკანტურ თანამდებობებზე, 15-ში დამთავრდა განცხადებების მიღება და ეხლა და კანონით დადგენილ ვადაში მოხდება არჩევა. ამ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, რომ ისინი კონკურსში ღებულობენ მონაწილეობას და შესაბამისად შემდეგ შეიძლება საერთოდ არანაირი შეხება არ ქონდეთ არც საოლქო კომისიის არჩევნების შედეგების შეჯამებას და ეს ერთი. მეორე, თუ მაგალითად პრინციპში არის ის, რომ დუშეთი, ყაზბეგი და თიანეთი, უკაცრავად რომ ეს მაგალითი მომყავს, გაერთიანდება და მათ შორის ერთი იქნება ის საოლქო კომისია და დანარჩენები არა. ამ საოლქო კომისიის წევრების რანგი და მათი კვალიფიკაციიდან დაწყებული, მათი მიმართ დამოკიდებულება და იგივე მოთხოვნები უნდა იყოს განსხვავებული, ხო? ალბათ ამაშიც დამეთანხმებით. თუნდაც ის, რომ თქვათ შეუთავსებლობა საოლქო კომისიის წევრებს სხვაგან ასად მუშაობა უფლება არ აქვს. ანუ ფაქტიურად ორი საოლქო კომისია შესაძლებელია გადავიდეს ისეთ რეჟიმში, რაც არის დაასრულოს კითხვა. გადავიდეს ისეთ რეჟიმში, რასაც ქვია გარკვეულწილად დამხმარე, ანუ დაახლოებით საუბნო კომისიის უფლებამოსილებას და საოლქო შორის ფუნქციები. ამიტომ მე მგონი, რომ ეს ასე მარტივად დასალაგებელი საკითხი არ არის. და ალბათ ეს დეტალურ გაწერას მოითხოვს აუცილებლად კანონში, იმიტომ რომ CSK-ს დადგენილება შეიძლება სულ სხვანაირად განსაზღვროს, ვიდრე ისე როგორც ჩვენ მე მესმის ახლა რომ დაგიჯერებთ თამარა ჟვენია აპარატისას, მაგრამ მაინც ვაიდა არ დაგიჯერათ. ესე იგი, უნდა მოგახსენოთ ქალბატონო ხათუნა, რომ 73 საოლქო კომისია არსებობს. ამ 73 კომისიის არსებობას არავითარი საფრთხე არ იმუქრება და არც არავინ არ ამბობს იმას, რომ 73 უნდა არსებობდეს თუ 45. ლაპარაკია იმაზე, რომ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების დროს ამ საოლქო კომისიებს ზოგს ექნება სრული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა და ზოგს ექნება ნაწილობრივი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით ყველა სრული ვერ ექნება ქალბატონ ხათუნა, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღება, შემაჯამებელი ოქმის დაწერა, ესე იგი საჩივრების განხილვა და ასე შემდეგ არ შეიძლება იქ სადაც სამ მუნიციპალიტეტის საზღვრებში ერთი ოლქია შექმნილი, სამივეს ჰქონდეს, არ შეიძლება ერთს უნდა ჰქონდეს. ამიტომ ამას განსაზღვრავს CSK და ამის ჩაწერა არ არის საჭირო კანონში. ეს არის ჩვენი პოზიცია და არ მგონია რომ ესენი ყველაფერი კანონში უნდა წერია. CSK განსაზღვრავს ეს წერია და ამიტომ ჩვენ კანონში ეს არ უნდა განსაზღვროთ, ამას ვამბობ. და დანარჩენი რაც შეეხება ხა საოლქო კომისიის წევრების ის რომ მიმდინარეობს, ხა კონკურსი რომ მიმდინარეობსაცო. მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებობს საოლქო, რომელმაც უნდა ჩაატაროს ადგილობრივი არჩევნები, რომელმაც უნდა ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი. მარტო ერთი საპარლამენტო არჩევნებით ხო არ განისაზღვრება დაუშვათ საოლქო კომისიების არსებობის ასე ვთქვათ ანი და ხოე არ არის ეგრე, ხო? ყველა არჩევნებისათვის ეს საოლქო კომისიები ემსახურებიან ყველა არჩევნებს. ამიტომ 100 სეკუნდაში არის დარეგულირებული საკითხი, რომლის მიხედვითაც CSK განსაზღვრავს, რომლები განახორციელებენ სრულად თავიანთ უფლებამოსილებას და რომლები არასრულად. იყო თემა ესეთი, რომ თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ იქ სადაც სრულად არ ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში განსაზღვრული ყოფილიყო კომისიის წევრების რაოდენობა 5 მუდმივი წევრი. ამასთან დაკავშირებით იყო შენიშვნა კომიტეტის ხდომაზე, რომელიც მე გავიზიარე პირადად და იმისათვის, რომ ამას არ მოებას რაღაცა პოლიტიკური რაღაცა დატვირთვა და აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არ ატყდეს, რომ ყველა პარტიას ჰქონდეს შესაძლებლობა იმისი, რომ 13 კაციანი კომისიები დარჩეს ისევ 13 კაცად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი 2016 წლის არჩევნების მიმართ ნდობა იყო ძალზე მაღალი, ამიტომ ეს არის პოლიტიკური საკითხი და ამ პოლიტიკურ საკითხში მე გუშინ დავეთანხმე, ვინც დააყენა ეს საკითხი ბატონმა შალვა კიკნაველიძემ დააყენა, რომ ის კომისიებიც, რომლებიც სრულად არ განახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, მათი შემადგენლობა განისაზღვროს 13 წევრით. მადლობთ, თახნიშვილს დაზუსტება გაქვთ? აღარ. მაშინ მეორე პუნქტზე გადავიდეთ. იმავე მუხლის, ამაზე გაქვთ კითხვა? თახნიშვილი. მადლობთ. ეს შეკითხვა გარკვეულწილად გამომდინარეობს
იმ საკითხიდან, რაც ქალბატონმა ხათუნამ დააყენა. აქ წერია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები, რომლებიც ნაწილობრივ ახორციელებენ ამ კანონის 21 მუხლის დადგენილ უფლებამოსილებებს და მათ უფლებამოსილებებს. ვინ განსაზღვრავს რა უფლებამოსილებები არის ნაწილობრივი? ანუ ეს შეიძლება იყოს და თუ შეიძლება რომ ეს ვარირებდეს კომისიიდან კომისიამდე. მაგალითად, სიღნაღისა და დედოფლის წყაროს შემთხვევაში, თქვათ, სიღნაღის არის ძირითადი, დედოფლის წყარო არის დამხმარე და ახორციელებს, თქვათ, ამას და ეს შეიძლება განსხვავდებოდეს მაგალითად დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შემთხვევაში, დუშეთის და თიანეთის დამხმარეებისგან თუ ამას ვინ განსაზღვრავს? ბატონო ლევან, ამაზეა ზუსტად საუბარი რა. ნაწილობრივ რომელი კომისია განახორციელებს განსაზღვრავს CSKO, სრულად რომელი განსაზღვრავს? არა, მაგაზე არ მაქვს. ნაწილობრივის ჩამონათვალს რას გულისხმობს ნაწილობრივი ფუნქციონალურად, ამასაც CSKO დაადგენს. და ეს შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ამისი ჩაწერის როგორ უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთს? სრული და ნაწილობრივი რა თქმა უნდა. ნაწილობრივი მაგრამ ეხლა ერთი სადაც ნაწილობრივ განახორციელებს, ერთი საოლქო კომისია და მეორე კომისია კიდე კი ბატონო, კარგი, ეს გავიგე. და მეორე, ჩვენ წინა შემთხვევებში დადგენილება შევცვალეთ განკარგულებაში. აქაც ეს ძალაში რჩება თუ? მე რამდენადაც ვიცი, დადგენილებით იმითი განკარგულებით იქნება. ამჟამად მოქმედ რედაქციაში განკარგულებით ქმნის CSKO საოლქო კომისიებს. ჩვენ როგორც განვაცხადეთ, სადაც დადგენილებები არის, ყველგან დადგენილებების ნაცვლად გვექნება განკარგულებები. კი. დააზუსტებთ თუ დაზუსტება გნებავთ გოგორიშვილი? მარტო